ბაგებში მცხოვრები დევნილები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათ დღეს ვაკის რაიონის ახალი გამგებელი ბაჩო დოლიძე შეხვდა. როგორც დევნილები აცხადებენ, კორპუსი ავარიულია, მოშლილია საკანალიზაციო სისტემა, რაც სასმელ წყალს აბინძურებს. პრობლემის მოსაგვარებლად დღესვე რაიონის გამგებელმა შეხვდა სტოლთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან გამართა. როგორც მოგვიანებით ბაჩო დოლიძემ განაცხადა, მიღწეულია შეთანხმება, რომ პრობლემა თანადაფინანსებით მოგვარდება. თანხის 70%-ს თბილისის მერია გაიღებს, 30%-ს დევნილთა და განსახლების სამინისტრო დაფარავს. არის კანალიზაციის ტრუბები დახეთქილი, უერთდება ის სასმელ წყალს, წყლის მილებში მოდის ჭიები და რა ვიცი, იწამლებიან ბავშვები და გვაქვს ძალიან სავალალო სიტუაცია. შევხვდი მინისტრის მოადგილეს ბატონ მერაბს, სადაც ჩვენ ჩამოყალიბდით, რომ დღესვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ოპერატიულად იმუშავებს ამ საკითხზე და სადაც უკვე კვირის ბოლოსთვის უკვე დაგეგმილი გვაქვს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ანუ ჩვენ რაც შეგვიძლია გვითხრათ, რომ ჩვენ მზათა გვაქვს ჩვენი წილი 70%-იანი თანადაფინანსების მზადყოფნა, ანუ მზად ვართ ნებისმიერ წამს, როგორც კი გვეტყვის დაუშვათ სამინისტრო, რომ მზად არის თავისი წილის შეასრულოს, შევუდგოთ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მართლაც კარგი პრეცედენტია, როდესაც ორი უწყება მუშაობს კოორდინირებულად.